ეხა კი მძიმე სურათი ქობულეთის ბაზრის საზოგადოებრივი ტუალეტი. უნდა შევიდეთ შიგნით? ეს ფასიანი ტუალეტია თუ უფასო? ბაზრის ტუალეტია, ვაიმე რა საშინელება. რემონტი არ აქვს გაშენება. როდის აშენდება ქალბატონი? არ ვიცი, ეს უფრო. აი შესვლაც კი არ მინდა რა. აი ნახეთ. აი ესეთია, აი აქვე უნდა მოგლიჯო ტუალეტის ქაღალდი და ისე შეხვიდე. აი აქედან გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შევდივარ ესეთ ობიექტებზე, რა გავაკეთო და ვერ გადავლახე ეს ჩემი კომპლექსი საზოგადოებრივი ტუალეტების. აი თქვენ ხედავთ ახლა ამ სურათს. არ ვიცი 21 საუკუნეში რატო უნდა იყოს ეგეთი ტუალეტი, არ ვიცი. მე პატივს ვცემ შრომას, ქალბატონო, პატივს ვცემთ, რომ თქვენ აქ მუშაობთ ყოველდღე, მაგრამ იქნებ დააყენოთ საკითხი და გაარემონტონ და ახალი ტიპის ტუალეტი აშენონ. აი ხაშურში ჩვენს სახალხო კონტროლის რეპორტაჟის შემდეგ აშენდა სრულიად ახალი კაფელში სუფთა მოწესრიგებული ტუალეტი და ყველა ხაშურელი მადლობას გვიხდიდა, რომ ეს საქმე ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ მე პატრონის კეთილი ნებაც იყო და მან ითავა და გააკეთა ეს საქმე. ნუ აქაც მივმართავთ რა, არ ვიცი ქობულეთის ბაზრის დირექციას თუ ვის. ნუ ესეთ პირობებში არც ადამიანი უნდა მუშაობდეს, აი აქ ნახეთ, აი ამ ჯიხურში ზის ეს ქალბატონი, ამ რაღაცა კაპიკებს აგროვებს და აი ესეთ პირობებში უნდა შევიდეს ადამიანი რა. რომს გინდოთ ეს ტუალეტის შესვლა გადაიფიქრებ ნამდვილად, აღარ მოგინდება. მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური ფიზიოლოგიური მოთხოვნა და ბუნებრივი აბსოლუტურად ყველასთვის აუცილებელი და საჭიროა. აი ესეთ გარემოში იძულებულები არიან შემოვიდნენ მომხმარებლები და აქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ძალიან სევდიანი სურათია და მიუღებელი აბსოლუტურად.